ნაციონალური მოძრაობა ამერიკაშია პარტიის თავმჯდომარე ლობისტური კომპანიის საქმიანობის შუალედურ შედეგებს პირადად ეცნობა. სააკაშვილის პარტიამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი 7 ივლისს 6 თვიანი მომსახურებისთვის გააფორმა. ამ მომსახურებაში ნაციონალებმა $360,000 გადაიხადეს. ეს დოკუმენტიც ფარას მეშვეობით გასაჯაროვდა. ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან იმისათვის რომ ვიღაცა უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ, ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ გეთდება. ჩვენ მუშაობთ ხალხთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ხალხის ხარდაჭერაზეც, მათ შორის არჩევნებზე. ზუსტად ფარას დოკუმენტებით გავიგეთ, რომ მაგალითად უილსონი 80,000 იღებს იმაში, რომ სიცრუეები ილაპარაკოს, ცილისწამებით იყოს შემოფარგლული და ზოგადად თავს დაესხას ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ფარას დოკუმენტებით გავიგეთ, როგორ ხდებოდა მოსყიდვა, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტარების რომ რეზოლუციები მიიღოთ. იგივე ახალი ხელშეკრულება, რომელიც არის გაფორმებული, მიმართული იქნება ქვეყნის წინააღმდეგ, ცხადია, ხო? უნდა ილაპარაკონ ტყუილი, სიცრუე და ცილისწამი. ნაციონალურ მოძრაობაში კი ირწმუნებიან, რომ მათ კეთილი მიზნები ამოძრავებთ და საქართველოს მოქალაქეებისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა სურთ. დოკუმენტის მიხედვით კი დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა. ეს არის ჩვეულებრივი ლობისტური საქმიანობა, რომელიც არის კანონით ღია და გამჭვირვალე ლობისტურ კომპანიასთან. თანამშრომლობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ გაიზარდოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებზე. როგორ ახერხებს ნაციონალური მოძრაობა მილიონამდე ლარის მობილიზებას მხოლოდ ლობისტური საქმიანობისთვის? სააკაშვილის პარტიის ფინანსები კოლეგა ოპოზიციურ პარტიებშიც უკვირთ. სამხელო ფინანსები საერთოდ საიდან აქვს ნაციონალურ მოძრაობას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და კარგი იქნება თუ საქართველოს მოქალაქეებსაც აუხსნიან. ჩვენ პოლიტიკურ პარტიას, საერთოდ მინიმალისტური რესურსები აქვს და ხალხელად თანხები რო გქონდეს, გაცილებით ეფექტურად გამოვიყენებდით. ქართული ოცნება კი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის პარტია თანხებს ისევ ანტიქართულ საქმიანობას ახმარს. მმართველ გუნდში დღეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მისაღებად ნაციონალებისა და მათი მეგობარი ჯო უილსონის მიერ გაწეული ძალისხმევაც გაიხსენეს და თქვეს, რომ ოპონენტების რეალური მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა. ეს თანხები მოხმარდება საქართველოს სახელმწიფოს გაშავებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქამდე სხვა რამე არ უკეთებიათ. რა გააკეთეს წინა ლობისტური საქმიანობით ნაციონალურმა მოძრაობამ, ვთქვათ, მათი მეშვეობით. დაიწყეს დიდი კამპანია, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიეღოთ, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგო იქნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მათ მილიონამდე ლარი გადაიხადეს იმისთვის, რომ ამერიკაში საკუთარი გავლენები, დეზინფორმაცია და ტყუილები გაავრცელონ და მათ შორის იქედან აქეთ საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდეს ეს ანტიქართული კამპანია. საზოგადოება გაიზარდა, ნახა უკვე, დაინახა, რომ რეალურად თუკი ვინმე შეიძლება დაეყრდნოს არის არა ესეთი პოლიტიკურად და ფინანსურად შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობები, არამედ რეალურად თავისი ინტერესები. რეალურად აი ამ კრიტიკის უკან დგას ფინანსები და არა გულწრფელი ზრუნვა საქართველოზე და ქართული ხალხის ინტერესებზე. მმართველ გუნდში დღეს გამჭვირვალობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს და ფარას კანონის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს. სწორედ ფარა ასაჯაროებს ყველა იმ თანხას, რომელსაც ოპოზიცია ამერიკაში ლობისტური მიზნებისთვის ხარჯავს.